შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გაუმართავი ინფრასტრუქტურის პრობლემებზე საუბრობენ. ამჯერად მათი პრეტენზიები მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხებოდა, სადაც სპეციალური პანდუსები გაუმართავად მუშაობს და მათ გადაადგილებას ხელს უშლის. რას პასუხობენ არასამთავრობო სექტორის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ბრალდებებს შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში. თამილა ზოიძის რეპორტაჟიდან შეიტყობთ. ქუჩებში პანდუსების არარსებობის გამო ეტლით გადაადგილება მოუხერხებელია. ამიტომ ამირან შავაძე სახლიდან იშვიათად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადის. როგორც თავად ამბობს, ავტობუსში ეტლით ასასვლელად რამდენიმე ადამიანის დახმარებაა საჭირო, რაც დისკომფორტს უქმნის. ის ლიფტები რო აქვს, რაღაცა ინვალიდების და იმისთან ავტობუსი კი ბატონო, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მაგრამ როგორც ასეთი ახლა ამფერ ავტობუსით მოგზაურობა, რავი, გინდა თუ არა აქ ან კაპუჭებულია, ან საერთოდ ვერ ადიხარ ფაქტიურად. რომც არ იყოს კაპუჭებული, მაინც ვერ ახვალ. არ არსებობს. იმიტომ რომ გინდა თუ არა ის იმისთან იგი არ ტექნიკა და იმის რომ მისადგომად ძალიან ძნელია. ადაპტირებული გარემოს მონიტორინგის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ავტობუსებში პანდუსები ხშირ შემთხვევაში დაზიანებულია. ექსპერიმენტული კვლევა საინიციატივო ჯგუფმა სამართლიანი ინიციატივა ჩაატარა. არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისთვის თავმჯდომარემ მერიასა და შპს ბათუმის ავტოტრანსპორტს ხარვეზების აღმოფხვისკენ წერილობით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის და საინიციატივო ჯგუფი სამართლიანი სტუდენტები ერთობლივად ჩავატარეთ მონიტორინგი ბათუმის შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტოტრანსპორტის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ეს არის ხარვეზებით დაზიანებულია რამდენიმე ტრანსპორტი და ისინი არ შეესაბამება შშმ პირის მოთხოვნებს. ჩვენ მივმართეთ მერიას წერილით, იგივე ავტოტრანსპორტსაც ველოდებით პასუხებს მათგან. ბათუმის ავტოტრანსპორტში არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს უარყოფენ. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, პანდუსებიანი ავტობუსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ხარვეზიანი ავტობუსი კი სადგომში რჩება. ხარვეზებს მე ვერაფერს ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს ავტობუსები, რომელიც შემოყვანილი არის უცხოელებთან ერთად კონსულტაციები გავიარეთ და ვიყიდეთ მექანიკური შევიძინეთ. როდესაც ადამიანი ინვალიდი გადაადგილდება და მას სურვილი აქვს ავტობუსში მოხვედრა, თუ მარტო მოძრაობს, მას ეხმარება მძღოლი. ის არის მექანიკურად გადმოწევს ამ იმას და შემდეგ ადის და მისი ადგილი არის სპეციალურად განთავსებული. და თუ ვინმე ახრია, შეუძლია მას დამხმარე ადამიანმა ნებისმიერ მოგზაურნაც მიეხმაროს, გადმოწიოს მექანიკურად და ავიდეს ისე. ამ დროისათვის ბათუმში 21 პანდუსიანი ავტობუსია. მათ შესაძენად მერიის ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.